სახალხო გაერთიანება მზიური საქართველოს დამფუძნებელმა საზოგადოებასთან პირველი შეხვედრა გამართა. ნიკო ნადირაშვილი პოლიპროფილურ კლინიკას ვაკეში დღეს სტუმრა. მზიური საქართველოს დამაარსებელმა ექიმებთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მხარეებმა 1991 წლის კონსტიტუციის აღდგენისა და ქვეყანაში მიმდინარე ემიგრაციის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრას სასულიერო პირებიც დაესწრნენ. მე ბედნიერი ვარ, რომ აი შევხვდი ამისთანა კეთილშობილ ხალხს და აქ ჩვენ ვილაპარაკეთ კონსტიტუციის აღდგენაზე, 91 წლის კონსტიტუციის აღდგენაზე და მე მგონი თქვენი თვალით დაინახეთ, რომ აქ უმრავლესობა მხარს უჭერს. უმრავლესობა კი არა, ვერ ვნახე მე ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აი არ გვაწყობს ეს. ანუ ერთსულოვნება იგრძნობოდა. ამიტომ ეს ძალიან დიდი იმედს მაძლევს და მე დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ხარს დაუჭერს ამას. მე ძალიან მაინტერესებს პირველ რიგში ახალგაზრდობასთან შეხვედრა, იმიტომ რომ მათთვის ცოტა ძნელად ასახსნელი იქნება რას ნიშნავს ის კონსტიტუცია, იმიტომ რომ არც ისიციან, არც ეს საუკითხავთ, დარწმუნებული ვარ და ამიტომ ცოტა გართულდება მაგათთან ურთიერთობა, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ამას მივახცევთ, ჩვენ საერთო ენას მაინც გამოვნახავთ. დღევანდელი შეხვედრა იყო ასე ვთქვათ გაცნობითი ხასიათის, ჩვენ აქ ორი მოძღვარი მოვედით, გვაინტერესებდა ბატონი ნიკო რას შემოგთავაზებდა ხალხს და რაღაცა პოზიტიურად განუწყვეტ იქიდან გამომდინარე, რაც ითქვეს ეროვნულ და ქვეყნის სასიკეთო თემებზე იყო საუბარი და კმაყოფილები ვართ ძალიან, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები გაჟღერდა, რომელსაც აქამდე ყოველთვის ელოდებოდა ქართველი ხალხი და მე მგონი ალბათ მიიღებს ამ პასუხს, იმ დადებით პასუხს, რომელსაც ელოდებოდა ქართველი ხალხი. ის იდეები, რაც ბატონ ნიკოს აქვს, თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული ჩვენთაგანის რაღაცა გრძნობებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. თვითონ ეს პიროვნება, რომელიც დადებითია და ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანია და მართლა ეთყობა, რომ არაფრით დაინტერესებული არ არის. მას ყველაფერი ჰქონდა ალბათ მთელ ცხოვრებაში, პუბლიკაც ყავდა, ძალიან ბევრი ტაში, ბევრი მადლობა, ბევრი თბილი სიტყვა მიუღია და რადგან ადამიანი ტოვებს ყველაფერს, ასეთი აწყობილი ქვეყნიდან ჩამოდის, თქვენ მოისმინეთ რეებზე ისაუბრა, როგორი ჯანდაცვა ამერიკაში და ასე შემდეგ, როგორ არის დაცული უცხო ქვეყნის მოქალაქეც კი მიუხედავად ამისა დატოვა ყველაფერი, ჩამოვიდა, ჩვენს გვერდით დადგა, ჩვენი გაჭირვება გულთან მიიტანა, თითოეული მოქალაქის საზრუნავი გულთან მიიტანა, აპირებს რეგიონებში გასვლას და რა თქმა უნდა, ჩვენ თუ რამე შეგვიძლია ამ საერთო საქმეში, უნდა ერთმანეთს მხარი დაუჭიროთ. ძალიან დიდი სიხარულით შევხვდით ბატონ ნიკოს ამდენი წლის შემდეგ. ეს ქართველებისთვის ბავშვობიდან საყვარელი პიროვნება იყო, თუნდაც ვისაც კი უნახავს ფილმი მზიური, ალბათ ყველას ახსოვს ამდენ ულამაზეს გოგონას შორის ეს ერთადერთი ვაჟი, რომელიც სალამურს აკნესებდა და ყველას აი იმ ფილმით შეგვაყვარა თავი ამ პიროვნებამ. დღეს ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია მისმა დანახვამ ჩვენ მედიკებში, მედიცინის მუშაკებში. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვიყავით, მომზადებული ვიყავით, ველოდით ბატონ ნიკოს, ვიცოდით წინასწარ მისი გეგმების შესახებ. ეს არ იყო ჩვენთვის უცნობი, ყველაფერში ვეთანხმებით თითქმის. აბსოლუტურად მისაღებია მისი ყოველი წინადადება ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის, ქართველი ერისთვის.